1953 წლის ივნისის 26-ს გიორგი მალენკოვმა თითი მოიტანა მაგიდის ქვეშ დამალულ ღილაკთან. ის იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც ფორმალურად მართავდა იმპერიას ბერლინიდან პიუნგიანამდე. მისი ხელები ისე კანკალებდა, რომ თითქმის ვერ შეეხო მას. ოთახში, სადაც ჰაერი გაჟღენთილი იყო სიგარეტის კვამლით და შიშით, იჯდა ადამიანი, რომლისაც მთელ საბჭოთა კავშირს ეშინოდა. ეს იყო ლავრენტი ბერია, შინაგან საქმეთა მინისტრი, ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა სპეცსამსახურებს, ბირთვულ პროგრამას და ფლობდა კომპრომატებს ყველაზე. მალენკოვი იყო მისი საუკეთესო მეგობარი, მისი ტანდემის პარტნიორი, ადამიანი, რომელსაც ბერია ბრმად ენდობოდა. და სწორედ ამ ადამიანმა უნდა მიეცა სიგნალი, რომელიც შეცვლიდა ისტორიას. მაგრამ რატომ? რა აიძულა კაცი, რომელიც ერთად ასულობდა იმპერიის მწვერვალზე, გაეხალატებინა თავისი ერთადერთი ნამდვილი მოკავშირე? და რატომ სწორედ ამ დღეს, ამ საათში, ამ წუთში? მოდით დავუბრუნდეთ დილას. 1953 წლის 26 ივნისის დილა იყო ჩვეულებრივი მოსკოვისთვის. ნაცრისფერი ცა, ნესტიანი ჰაერი, კრემლის კედლების მიღმა ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ამ დღეს მოხდებოდა ის, რაც შეცვლიდა ყველაფერს. ნიკიტა ხრუშჩოვი და ნიკოლაი ბულგანინი ფარულად იძახებდნენ კრემლში სამხედროებს. გიორგი ჟუკოვს, საბჭოთა კავშირის მარშალს, კირილ მოსკალინკოს, მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეთაურს და სხვებს. გენერლები შედიოდნენ კრემლში პორტფელებით, რომლებშიც იარაღი იყო დამალული, პისტოლეტები, რომლებიც ჩვეულებრივ აკრძალული იყო კრემლის კედლებში. ისინი იცოდნენ, რომ თუ ოპერაცია ჩავარდებოდა, ბერიას ერთგული კრემლის დაცვამად ადგილზევე დახვრეტდა. ისინი სიცოცხლეს დებდნენ სასწურზე. მაგრამ რატომ? რა აიძულა ამ გამოცდილ გენერლებს, რომლებიც ნაცისტურ გერმანიას ებრძოდნენ, შეიშინებინათ საკუთარი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისა? ჟუკოვს პირადი წყენა ჰქონდა ბერიაზე. წლების განმავლობაში ბერიას უწყება მას უთვალთვალებდა, აკონტროლებდა მის ყოველ ნაბიჯს, აგროვებდა კომპრომატებს. მარშალი, რომელმაც ბერლინი აიღო, იყო მარიონეტი ადამიანის ხელში, რომელიც არასოდეს ყოფილა ფრონტზე. მოსკალენკოც იგრძნობდა იგივეს. შიშს, რომელიც ყველა სამხედროს გულში იყო ჩაბუდებული. ბერია აკონტროლებდა არამხოლოდ სპეცსამსახურებს, არამედ ბირთვულ პროგრამასაც. ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ერთი ბრძანებით მთელი ქვეყნის განადგურება. და ახლა ეს ადამიანი უნდა დაკავებულიყო. მაგრამ როგორ? როგორ დააკავებ ადამიანს, რომელიც აკონტროლებს ყველა უშიშროების სტრუქტურას? სამხედროები თავსდებიან მალენკოვის კაბინეტის მომიჯნავე ოთახში, მოსაცდელში, სადაც ჩვეულებრივ ვიზიტორები ელოდებიან მიღებას. ისინი იჯდნენ იქ, შეიარაღებულები, გაწაბულები და ელოდნენ სიგნალს. რა სიგნალს? მალენკოვმა უნდა დაეჭირა საიდუმლო ღილაკი, რომელიც დამალული იყო მის მაგიდის ქვეშ. ან მიეცა ხმოვანი სიგნალი. დაეყვირა, დაეკაკუნა, რაიმე გაეკეთებინა, რაც მიუთითებდა, რომ დრო დადგა. მაგრამ მალენკოვი, ადამიანი, რომელიც ფორმალურად იყო იმპერიის ხელმძღვანელი, იყო შეშინებული. ის იცოდა, რომ ბერია იყო მისი მეგობარი, მისი მოკავშირე, ადამიანი, რომელთანაც ერთად ასულობდა ხელისუფლების მწვერვალზე სტალინის სიკვდილის შემდეგ. და ახლა ის უნდა გაეხალატებინა. რატომ? პასუხი მარტივია. შიში. ხრუშჩოვმა მალენკოვს აუხსნა, რომ ბერია აპირებდა ყველას განადგურებას, რომ ბერიას ჰქონდა კომპრომატები ყველაზე, რომ ის აპირებდა კაპიტალიზმის რესტავრაციას, რომ ის იყო მოღალატე. მალენკოვმა დაიჯერა, მაგრამ მან შეიშინა. ის იცოდა, რომ თუ არ დაეთანხმებოდა ხრუშჩოვს, თავად გახდებოდა მსხვერპლი. ის იცოდა, რომ პარტიული ელიტა უკვე გადაწყვეტილი იყო, ბერია უნდა წასულიყო. და მალენკოვი, სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანი, არჩევდა გადარჩენას ერთგულების ნაცვლად. მაგრამ, როდესაც დადგა დრო, როდესაც ბერია უკვე იჯდა იქვე, მის გვერდით, როდესაც ის უყურებდა მას თავისი ცნობილი პენსნეს მიღმა, მალენკოვმა ვერ შეძლო. ხელები უკანკალებდა, ხმა ჩაუწყდა, სახე გაუფერქვრთალდა. ის იყო კაცი, რომელიც ფორმალურად მართავდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს იმპერიას, მაგრამ ამ წუთში ის იყო უბრალოდ შეშინებული ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო საკუთარი მეგობრის ხალატი. 14 საათზე იწყება მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა. ბერია შედის ოთახში პორტფელით, სრულიად მშვიდი, არაფერს ეჭვობს. ის იცის, რომ ეს არის მალენკოვის კაბინეტი, მისი მეგობრის ტერიტორია, სადაც ის უსაფრთხოდაა. ის იცის, რომ მალენკოვი არასოდეს გაუხალატებდა. ის იცის, რომ ხრუშჩოვი არის სულელი,
რომელსაც არ შეუძლია რაიმე სერიოზულის გაკეთება. ის იჯდა და უსმენდა, როგორ იწყებდა სხდომას მალენკოვი, ჩვეულებრივ, რუტინულად, ისე როგორც ყოველთვის. მაგრამ მერე რაღაცა შეიცვალა. ხრუშჩოვი, რომელიც ჩვეულებრივ ჩუმად იჯდა, მოულოდნელად დაიწყო საუბარი. მან დაიწყო ბერიას კრიტიკა, მწვავე, მტრული, დამამცირებელი. ის ადანაშაულებდა ბერიას კაპიტალიზმის რესტავრაციის მცდელობაში, პარტიის წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხალხის ღალატში. ბერია შოქშია. ის უყურებს ხრუშჩოვს, მერე მალენკოვს, ცდილობს გაიგოს რა ხდება. ის ხელს უკიდებს ხრუშჩოვს და ჩურჩულით ეკითხება: რა ხდება, ნიკიტა, რას ბოდავ? მაგრამ ხრუშჩოვი არ წყვეტს. ის აგრძელებს, ყოველი სიტყვა უფრო მძიმე ხდება, ყოველი ბრალდება უფრო საშიში. ბერია უყურებს მალენკოვს, მის მეგობარს, მის მოკავშირეს, ადამიანს, რომელსაც ის ბრმად ენდობა. და ხედავს, რომ მალენკოვი არ უცქერის, რომ მალენკოვი თავს არიდებს მის მზერას, რომ მალენკოვის ხელები კანკალებს. და ამ წუთში ბერია იგებს, ის გაცურებულია. მისმა საუკეთესო მეგობარმა, ადამიანმა, რომელთანაც ერთად ასულობდა ხელისუფლების მწვერვალზე, გადაწყვიტა მისი ბედი. მაგრამ რატომ? რა შეეშინდა მალენკოვს იმდენად, რომ გაიღალატებინა ერთადერთი ნამდვილი მოკავშირე? პასუხი იყო მარტივი და საშინელი ერთდროულად. ხრუშჩოვმა მალენკოვს აუხსნა, რომ ბერია აპირებდა იმ დღეს, 26 ივნისს, მოხსენების წაკითხვას, სადაც წარმოადგენდა კომპრომატებს პარტიულ ელიტაზე. რომ ბერიას ჰქონდა დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ხრუშჩოვი, მალენკოვი და სხვები პირადად მონაწილეობდნენ რეპრესიებში, ხელს აწერდნენ სიკვდილის განაჩენებს, ანადგურებდნენ უდანაშაულო ადამიანებს. რომ ეს დოკუმენტები, თუ საჯაროდ გახდებოდა ცნობილი, განადგურებდა მათ ყველას. მალენკოვმა იცოდა, რომ ეს სიმართლე იყო, ის მართლაც მონაწილეობდა რეპრესიებში, ის მართლაც აწერდა ხელს სიკვდილის განაჩენებს. და ახლა ბერია აპირებდა ამის გამჟღავნებას. ხრუშჩოვმა მალენკოვს თქვა: ან ბერია, ან ჩვენ ყველა. არჩევანი მარტივი იყო, მაგრამ როდესაც დადგა დრო, როდესაც მალენკოვმა უნდა დაიჭირა ხილაკი, ის ვერ შეძლო. ხრუშჩოვი ხედავს, რომ მალენკოვი ყუპმანობს. ის ხედავს, რომ მალენკოვის სახე ფერმკრთალია, რომ ხელები უკანკალებს, რომ ის ვერ ახერხებს სიგნალის მიცემას. და ხრუშჩოვი იღებს ინიციატივას. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ხრუშჩოვმა დაიყვირა, ზოგი რომ მალენკოვმა მაინც დააჭირა ღილაკს, მაგრამ ისე სუსტად, რომ თითქმის არ გაისმა. მაგრამ შედეგი ერთი იყო. ოთახში შემოიჭრნენ შეიარაღებული გენერლები ჟუკოვის მეთაურობით. ჟუკოვი მიდის ბერიასთან უკნიდან, ხელებს უგრიხავს და ეუბნება: ხელები მაღლა, საბჭოთა კანონის სახელით დაპატიმრებული ხართ. ბერია ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ მოსკალენკო და სხვა გენერლები უმიზნებენ იარაღს. ბერიას ართმევენ პორტფელს. ხრუშჩოვს ეგონა, რომ შიგნით იარაღი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პორტფელში მხოლოდ ფანქრები და ქაღალდები იდო. ყოვლის შემძლე ჯალათი სრულიად უიარაღო და დაუცველი იყო. ბერიას მოხსნეს მისი ცნობილი პენსნე, სათვალე, რომელიც იყო მისი იმიჯის ნაწილი, რომელიც აძლევდა მას იმ დემონურ გარეგნობას, რომლისაც მთელი საბჭოთა კავშირი ეშინოდა. სათვალის გარეშე ბერია აღარ გავდა იმ ადამიანს, რომელიც დილით წვეტდა მილიონობით ადამიანის ბედს. ის იყო უბრალოდ შეშინებული, დაბნეული, დამცირებული კაცი, რომელსაც გაუღალატა მისი საუკეთესო მეგობარი. ბერიალ უყურებს მალენკოვს, ადამიანს, რომელსაც ის ბრმად ენდობოდა, ადამიანს, რომელთანაც ერთად ასულობდა ხელისუფლების მწვერვალზე. და მალენკოვი არ უცქერის. ის იჯდა თავის ადგილზე, ფერმკრთალი, შეშინებული, ვერ ხედავდა ბერიას თვალებში. ის იყო კაცი, რომელმაც მაგიდის ქვეშ დამალულ ღილაკს დააჭირა თითი და ამით შეცვალა ისტორია. მაგრამ რა ფასად? ბერიას რამდენიმე საათის განმავლობაში ყავთ ჩაკეტილი კრემლის ერთ-ერთ ოთახში, რადგან ეშინიათ მისი დაცვის. კრემლის დაცვა ექვემდებარებოდა ბერიას შინაგან საქმეთა სამინისტროს და არავინ იცოდა, როგორ იმოქმედებდნენ ისინი, თუ გაიგებდნენ, რომ მათი უფროსი დაკავებული იყო. ღამით კრემლის დაცვას უკვე ეცნობა ოფიციალური ვერსია. ბერია დაპატიმრებულია, როგორც ხალხის მტერი. ამის შემდეგ ბერიას ხალიჩაში გახვეულს ან სამხედრო ფორმაში გადაცმულს ფარულად გაჰყავთ კრემლიდან და გადაჰყავთ მოსკოვის სამხედრო ოლქის შტაბის ბუნკერში. ადამიანი, რომელიც დილით აკონტროლებდა სპეცსამსახურებს, ბირთვულ პროგრამას და ფლობდა კომპრომატებს ყველაზე,
ახლა იყო პატიმარი, რომელსაც ხალიჩაში გახვეულს ატარებდნენ, რათა არავინ ენახა. მაგრამ რა იყო ის, რაც მართლაც მოხდა 26 ივნისს? რატომ გადაწყვიტა მალენკოვმა, ადამიანმა, რომელიც იყო ბერიას საუკეთესო მეგობარი, მისი ხალატი? პასუხი არ არის მარტივი. ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ მალენკოვი შეშინდა ხრუშჩოვის მუქარებისა, რომ თუ არ დაეთანხმებოდა, თავად გახდებოდა მსხვერპლი. სხვები ამბობენ, რომ მალენკოვს მართლაც სჯეროდა, რომ ბერია იყო საფრთხე პარტიისთვის. მას სჯეროდა, რომ მისი რეფორმები 1,200,000 პატიმრის ამნისტია, გულაგის სისტემის ეკონომიკური დემონტაჟი და გერმანიის გაერთიანების ინიციატივა კაპიტალიზმის რესტავრაციის მცდელობა იყო. მაგრამ არსებობს მესამე ვერსიაც, რომ მალენკოვი უბრალოდ იყო სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანი, რომელმაც არჩია გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. დაკავების შემდეგ ბერიამ რამდენიმე წერილი მისწერა მალენკოვს ბუნკერიდან. ეს წერილები, რომლებიც დღემდე ინახება არქივებში, არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დოკუმენტი საბჭოთა ისტორიაში. პირველ წერილებში ბერია ჯერ კიდევ ცდილობს მუქარას. ის წერს, რომ მას აქვს კომპრომატები ყველაზე, რომ თუ მას რაიმე მოუვა, ეს დოკუმენტები გახდება საჯარო. მაგრამ მალენკოვი არ პასუხობს. მერე ბერიას ტონი იცვლება. ის იწყებს ხვეწნას. იგორ, ასე მიმართავს ის მალენკოვს მისი ნამდვილი სახელით. ნუ თუ არ გახსოვს ჩვენი მეგობრობა. ნუ თუ არ გახსოვს, როგორ ვასულობდით ერთად. ნუ მომკლავთ, მომეცით საშუალება გამოვსწორდე, მომეცით საშუალება დავამტკიცო ჩემი ერთგულება. მაგრამ მალენკოვი კვლავ არ პასუხობს. ბოლო წერილებში ბერია უკვე სრულიად დამცირებულია. ის ითხოვს მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნებას. ითხოვს, რომ არ მოკლან. ითხოვს, რომ მისცენ საშუალება იცხოვროს სადმე შორს, სადმე სადაც არავინ იცნობს მას. ხელწერის ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ეს წერილები ნამდვილია. ისინი დაწერილია ბერიას ხელით, მისი ხელწერით, რომელიც ყოველ წერილთან ერთად უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება, უფრო და უფრო შეშინებული. მაგრამ მალენკოვი არასოდეს უპასუხა. ის იჯდა თავის კაბინეტში, იმავე კაბინეტში, სადაც 26 ივნისს დააჭირა მაგიდის ქვეშ დამალულ ხილაკს და კითხულობდა ამ წერილებს. რას გრძნობდა ის? სინანულს, შიშს, გამართლებას? ჩვენ არასოდეს გავიგებთ. მაგრამ ერთი რამ ცნობილია. მალენკოვი არასოდეს ეცადა ბერიას გადარჩენას. ის იჯდა და უყურებდა, როგორ ანადგურებდნენ ადამიანს, რომელიც იყო მისი საუკეთესო მეგობარი. რატომ? რატომ არ შეეცადა მალენკოვი ბერიას გადარჩენას, როდესაც ჯერ კიდევ შეეძლო? პასუხი ალბათ იმალება იმაში, რაც მოხდა 26 ივნისის შემდეგ. ხრუშჩოვმა დაიწყო ბერიას სრული დემონიზაცია. ის გამოაცხადეს ხალხის მტრად, ბრიტანული დაზვერვის აგენტად, სექსუალურ მანიაკად, ადამიანად, რომელიც პირადად წამებდა და კლავდა უდანაშაულო ადამიანებს. ზოგიერთი ბრალდება იყო სიმართლე. ბერია მართლაც იყო სისხლიანი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა რეპრესიებში. მაგრამ ბევრი ბრალდება იყო გაზვიადებული ან სრულიად გამოგონილი. მალენკოვი ხედავდა ამას. ის იცოდა, რომ ბერია არ იყო ბრიტანული აგენტი. ის იცოდა, რომ ბევრი ბრალდება იყო ტყუილი. მაგრამ ის ჩუმობდა. რატომ? პასუხი მარტივია. თუ მალენკოვი ეცადებოდა ბერიას დაცვას, თავად გახდებოდა ეჭმიდანილი. ხრუშჩოვი უკვე აკონტროლებდა სიტუაციას და ყველა, ვინც ცდილობდა ბერიას დაცვას, ავტომატურად ხდებოდა ბერიას თანამზრახველი. მალენკოვი ირჩევდა გადარჩენას, ის ირჩევდა დუმილს, ის ირჩევდა იმის დაშვებას, რომ მისი საუკეთესო მეგობარი განადგურებულიყო, რათა თავად გადარჩენოდა. და ეს არჩევანი, ის ერთი ღილაკის დაჭერა 26 ივნისს, განსაზღვრა არა მხოლოდ ბერიას ბედი, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მომავალი. მაგრამ რა იქნებოდა, თუ მალენკოვი არ დაეჭირა ღილაკს? რა იქნებოდა, თუ ის უარს ეტყოდა ხრუშჩოვს და დაიცავდა ბერიას? ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ბერია გაიმარჯვებდა. ის აკონტროლებდა სპეცსამსახურებს, ბირთვულ პროგრამას, ჰქონდა კომპრომატები ყველაზე. მალენკოვის მხარდაჭერით ის შეძლებდა ხრუშჩოვის და სხვა შეთქმულების განადგურებას და გახდებოდა საბჭოთა კავშირის ფაქტობრივი ლიდერი. სხვები ამბობენ, რომ ეს შეუძლებელი იყო. პარტიული ელიტა უკვე გადაწყვეტილი იყო, ბერია უნდა წასულიყო და თუ მალენკოვი უარს ეტყოდა თანამშრომლობას, თავად გახდებოდა მსხვერპლი. მაგრამ ჩვენ არასოდეს გავიგებთ სიმართლეს, რადგან მალენკოვმა გააკეთა თავისი არჩევანი. ის დააჭირა ღილაკს და ეს ღილაკი შეცვალა ყველაფერი. ბერიას დაკავების შემდეგ დაიწყო მასშტაბური წმენდა. ბერიას ყველა მოადგილე, ყველა ერთგული თანამშრომელი დააპატიმრეს და დახვრიტეს.
მთელი სისტემა, რომელიც ბერიამ ააშენა, განადგურდა. მისი რეფორმები, ამნისტია, გულაგის დემონტაჟი, გერმანიის გაერთიანების ინიციატივა შეჩერდა. ხრუშჩოვი გახდა ფაქტობრივი ლიდერი და მალენკოვი, ადამიანი, რომელმაც დააჭირა ღილაკს, ნელ-ნელა დაკარგა ძალაუფლება. 1955 წელს მალენკოვი გადააყენეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. 1957 წელს გარიცხეს პარტიიდან და გაგზავნეს ყაზახეთში ელექტროსადგურის დირექტორად. ადამიანი, რომელიც ფორმალურად მართავდა იმპერიას, დასრულდა როგორც უბრალო ინჟინერი შორეულ რესპუბლიკაში. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული არ არის მალენკოვის ბედი. ყველაზე ტრაგიკულია ის, რომ ბერია იქცა უმწეო, შეშინებულ პატიმრად. ეს იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა სპეცსამსახურებს და ბირთვულ პროგრამას და რომელსაც შეეძლო ერთი ბრძანებით მთელი ქვეყნის განადგურება. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა საუკეთესო მეგობარმა დააჭირა მაგიდის ქვეშ დამალულ ხილაკს. ეს არის კლასიკური შექსპირისეული ტრაგედია. ადამიანი, რომელიც ენდობა მეგობარს, განადგურებულია ამ მეგობრის ხალათით. მაგრამ განსხვავებით შექსპირისგან, ეს არ არის ლიტერატურა. ეს არის რეალური ისტორია, რომელიც მოხდა 1953 წლის 26 ივნისს კრემლის კედლებში. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით რა მოხდა იმ დღეს, ჩნდება კითხვა: ვინ იყო ნამდვილი ბოროტება? ბერია, რომელიც მონაწილეობდა რეპრესიებში, მაგრამ ცდილობდა რეფორმების ჩატარებას? ხრუშჩოვი, რომელმაც მოაწყო შეთქმულება და განადგურა ბერია, რათა თავად მოსულიყო ხელისუფლებაში? თუ მალენკოვი, რომელმაც გაუღალატა საკუთარი მეგობარი შიშის გამო? პასუხი არ არის მარტივი, რადგან ყველა მათგანი იყო ნაწილი სისტემისა, რომელიც აშენებული იყო შიშზე, ღალატზე და სისხლზე. მაგრამ ერთი რამ ცნობილია: 26 ივნისს, როდესაც მალენკოვმა დააჭირა ღილაკს, შეიცვალა არა მხოლოდ ბერიას ბედი, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის ისტორია. და ეს ღილაკი, ეს ერთი მოძრაობა შეშინებული ადამიანის თითით, გახდა სიმბოლო იმისა, თუ როგორ მუშაობს ხელისუფლება. როგორ ანადგურებს ის თავის შვილებს, როგორ აქცევს მეგობრებს მტრებად, როგორ აიძულებს ადამიანებს აირჩიონ გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. მაგრამ რა ხდებოდა ბერიას სხეულთან იმ თვეებში, როდესაც ის იჯდა ბუნკერში და წერდა წერილებს მალენკოვს? მისი პირადი ექიმი, პროფესორი, რომლის სახელი დღემდე დახურულია არქივებში, ინახავდა საიდუმლო ჟურნალს, სადაც ყოველდღიურად აღრიცხავდა ბერიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეს ჟურნალი, რომელიც აღმოაჩინეს მხოლოდ 2006 წელს, ავლენს საშინელ სიმართლეს. ბერია კვდებოდა. არა სასამართლოს განაჩენისგან, არამედ დაავადებისგან, რომელიც მას ჰქონდა წლების განმავლობაში და რომელიც ფარავდა ყველასგან. მძიმე ჰიპერტონია, გულის უკმარისობა, ღვიძლის ცუდი მდგომარეობა. ექიმის ჩანაწერებში ყოველი დღე აღწერილია როგორც პაციენტის მდგომარეობის გაუარესება. ბერია იღებდა ძლიერ მედიკამენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ არ იყო ხელმისაწვდომი საბჭოთა კავშირში. ისინი შემოჰქონდათ სპეციალურად გერმანიიდან და შვეიცარიიდან. მაგრამ 26 ივნისის შემდეგ ეს მედიკამენტები შეწყდა. ბუნკერში ბერიას აღარ აძლევდნენ იმ წამლებს, რომლებიც მას სიცოცხლეს უნარჩუნებდა. რატომ? ექიმის ჩანაწერებში ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერი ამბობს: მე მოვითხოვე აუცილებელი პრეპარატები, მაგრამ უარი მითხრეს. მითხრეს, რომ პატიმარს არ სჭირდება სპეციალური მკურნალობა. ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ბირთვულ პროგრამას და სპეცსამსახურებს, კვდებოდა ბუნკერში წამლების გარეშე, ხოლო მისი ყოფილი მეგობრები კრემლში იჯდნენ და ელოდნენ. ექიმი აღწერს, როგორ იცვლებოდა ბერიას გარეგნობა, როგორ ფერმკრთალდებოდა მისი სახე, როგორ კარგავდა წონას, როგორ უჭირდა სუნთქვა. პაციენტი ითხოვს წყალს, მაგრამ ვერ სვავს, ხახა ჩაკეტილია ტკივილისგან. პაციენტი ცდილობს დადგომას, მაგრამ ვარდება, ფეხები აღარ უჭერს. ეს არ არის აღწერა ყუვლის შემძლე ჯალათისა, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი ეშინოდა. ეს არის აღწერა მომაკვდავი ადამიანისა, რომელსაც უარი ეთქვა ელემენტარულ სამედიცინო დახმარებაზე. ექიმი წერს: მე ვთხოვე, რომ პაციენტი გადაეყვანათ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნორმალური მკურნალობა. მაგრამ უარი მითხრეს. მითხრეს, რომ პაციენტი უნდა დარჩეს ბუნკერში სასამართლომდე. და ბოლო ჩანაწერი, რომელიც დათარიღებულია დეკემბრის 18-ით, ერთი დღით ადრე ვიდრე ბერიას სასამართლო პროცესი, ამბობს მხოლოდ ერთ წინადადებას: პაციენტი აღარ არის ცოცხალი. მაგრამ როგორ შეიძლება ეს იყოს სიმართლე, თუ ოფიციალური ვერსიით ბერია დახვრიტეს დეკემბრის 23-ს?
სასამართლო პროცესის შემდეგ. ექიმის ჩანაწერები ეწინააღმდეგება ოფიციალურ ისტორიას. ისინი ამბობენ, რომ ბერია გარდაიცვალა ბუნკერში, წამლების გარეშე, ტანჯვაში, ხოლო სასამართლო პროცესი დეკემბერში იყო მხოლოდ სპექტაკლი. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ სასამართლოზე იჯდა არა ბერია, არამედ მისი ორეული, ადამიანი, რომელიც გავდა ბერიას, მაგრამ არ იყო ის. სხვები ამბობენ, რომ ეს არის შეთქმულების თეორია, რომ ექიმის ჩანაწერები ყალბია, მაგრამ ერთი რამ უდავოა. ბერიას ჯანმრთელობა იყო საიდუმლოება, რომელიც ფარავდა ყველასგან. და ეს საიდუმლოება შეიძლება იყოს გასაღები იმის, გასაგებად თუ რატომ გადაწყვიტა პარტიულმა ელიტამ მისი განადგურება, სწორედ 26 ივნისს. რადგან თუ ბერია მართლაც გვდებოდა, თუ მას რჩებოდა მხოლოდ რამდენიმე თვე სიცოცხლისა, რატომ იჩქარა ხრუშჩოვმა? რატომ არ დაელოდა, სანამ ბერია თავისით გარდაიცვლებოდა? პასუხი ალბათ იმალება იმაში, რაც ბერია აპირებდა გაეკეთებინა 26 ივნისს. წარმოედგინა კომპრომატები პარტიულ ელიტაზე. ხრუშჩოვმა იცოდა, რომ თუ ბერია წარმოადგენდა ამ დოკუმენტებს, ყველა მალენკოვი, ხრუშჩოვი, მოლოტოვი, ყაგანოვიჩი გახდებოდნენ ბრალდებულები რეპრესიებში მონაწილეობისთვის. და მაშინ აღარ იქნებოდა მნიშვნელობა, რომ ბერია გვდებოდა. ის მაინც განადგურებდა მათ ყველას პოლიტიკურად. ამიტომ ხრუშჩოვმა გადაწყვიტა, უკეთესია ბერიას ფიზიკური განადგურება, ვიდრე პოლიტიკური თვითმკვლელობა. მაგრამ ბერიას ოჯახი რას იცოდა ამ ყველაფერზე? მისი ცოლი, ნინო და ვაჟი, სერგო, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ ბერიასთან. ისინი ხედავდნენ იმას, რასაც სხვები არ ხედავდნენ. როგორ იცვლებოდა ბერია სახლში, როგორ კარგავდა ძალებს, როგორ ეშინოდა. სერგო ბერია, რომელიც დღემდე ცოცხალია და ცხოვრობს მოსკოვში, იხსენებს. მამაჩემი ბოლო კვირებში სახლში თითქმის არ საუბრობდა. ის იჯდა თავის კაბინეტში და კითხულობდა დოკუმენტებს. ერთხელ შევედი და ვნახე, რომ ის წვავდა ქაღალდებს, ათასობით ქაღალდს, რომლებიც იდომის უზარმაზარ სეიფში. მე ვკითხე, რას აკეთებ, მამა? ის მითხრა, ვანადგურებ იმას, რაც არ უნდა ნახონ სხვებმა. მე ვკითხე, რატომ? ის მითხრა, რადგან თუ ეს დოკუმენტები დარჩება, ისინი გამოიყენებენ მათ ჩემს წინააღმდეგ და შენს წინააღმდეგაც. სერგო ბერია იხსენებს, რომ მამამისი იცოდა, მას ემზადებოდნენ. ის იცოდა, რომ ხრუშჩოვი აწყობდა შეთქმულებას. ის იცოდა, რომ მალენკოვი სუსტი იყო და ვერ დაიცავდა მას. მაგრამ ბერია არ სჯეროდა, რომ მალენკოვი გაუღალატებდა. მამაჩემი მეუბნებოდა, იგორი, მალენკოვი, არის ჩემი ერთადერთი ნამდვილი მეგობარი. ჩვენ ერთად ავედით ხელისუფლების მწვერვალზე. ჩვენ ერთად გადავრჩით სტალინის ტერორს. ჩვენ ერთად ვმართავთ ქვეყანას. იგორი არასოდეს გამიღალატებს. მაგრამ 26 ივნისს, როდესაც სერგო ბერიამ გაიგო, რომ მამამისი დააკავეს, ის გაიქცა სახლიდან და დაიმალა. ის იცოდა, რომ მალე მოვიდოდნენ მისთვისაც. ნინო ბერია, ლავრენტის ცოლი, დარჩა სახლში. ის იჯდა ცარიელ სახლში, სადაც ოდესღაც იყო ხალხმრავლობა, სადაც ოდესღაც მოდიოდნენ ყველაზე ძლიერი ადამიანები საბჭოთა კავშირიდან, სადაც ოდესღაც ისმოდა სიცილი და საუბრები. ახლა ეს სახლი იყო ცარიელი და ჩუმი. ნინო იცოდა, რომ მალე მოვიდოდნენ. მოვიდოდნენ და წაიღებდნენ ყველაფერს, რაც ჰქონდათ. წაიღებდნენ ყველა დოკუმენტს, ყველა ფოტოს, ყველა ნივთს, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო ბერიას წინააღმდეგ. და ის მარტო იყო. მისი ქმარი იჯდა ბუნკერში. მისი ვაჟი იმალებოდა. მისი მეგობრები, ყველა ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც დადიოდნენ მათ სახლში და იცინოდნენ და საუბრობდნენ, ახლა ერიდებოდნენ მას. თითქოს ის იყო ჭირი. ნინო ბერია იხსენებდა, როდესაც ლავრენტი დააკავეს, მე დავრეკე მალენკოვს. მე ვიცოდი, რომ იგორი იყო ლავრენტის საუკეთესო მეგობარი. ვიცოდი, რომ ის დაგვეხმარებოდა. მაგრამ როდესაც მე დავრეკე, მითხრეს, რომ მალენკოვი არ არის. მე დავრეკე კიდევ და კიდევ, 10ჯერ, 20ჯერ, მაგრამ ყოველთვის იგივე პასუხი. მალენკოვი არ არის. მე მიხვდი, რომ ის არ მინდოდა ჩემთან საუბარი. მე მიხვდი, რომ ის გვიხავატა. ნინო ბერია ცდილობდა დახმარების მოთხოვნა სხვა ადამიანებისგან, მოლოტოვისგან, კაგანოვიჩისგან, ბულგანინისგან, მაგრამ ყველა ერიდებოდა მას. ყველა იცოდა, რომ ბერიას ოჯახთან ნებისმიერი კონტაქტი ნიშნავდა პოლიტიკურ თვითმკვლელობას. და ნინო დარჩა მარტო. ის იჯდა ცარიელ სახლში და ელოდა. რას ელოდა? ის თავად არ იცოდა.
ალბათ ელოდა იმას, რომ ლავრენტი დაბრუნდებოდა, რომ ყველაფერი იქნებოდა შეცდომა, რომ მალენკოვი მოვიდოდა და ეთყოდა: ნინო, ბოდიში, ეს იყო უნებლიე შეცდომა, ლავრენტი თავისუფალია. მაგრამ მალენკოვი არ მოვიდა. ის იჯდა თავის კაბინეტში კრემლში, იმავე კაბინეტში, სადაც 26 ივნისს დააჭირა ხილაკს და კითხულობდა ბერიას წერილებს ბუნკერიდან. წერილებს, სადაც ბერია ევედრებოდა მას: იგორ, გადამარჩინე. იგორ არ მომკლა. იგორ, გახსოვს ჩვენი მეგობრობა. მაგრამ მალენკოვი არ პასუხობდა. ის უბრალოდ კითხულობდა და ჩუმობდა. რატომ? რატომ არ უპასუხა მალენკოვი ბერიას წერილებს? რატომ არ შეეცადა მისი გადარჩენა, როდესაც ჯერ კიდევ შეეძლო? პასუხი ალბათ იმალება იმაში, რაც მოხდა მალენკოვის საკუთარ ოჯახში. მალენკოვის ცოლი და შვილები იცოდნენ, რომ ბერია იყო მათი ოჯახის მეგობარი. ისინი ხედავდნენ, როგორ მოდიოდა ბერია მათ სახლში, როგორ საუბრობდა მალენკოვთან, როგორ იცინოდა და ჭამდა მათთან ერთად. მაგრამ 26 ივნისის შემდეგ მალენკოვის ოჯახში აღარ საუბრობდნენ ბერიაზე. მალენკოვის ცოლი იხსენებდა: როდესაც გიორგი, მალენკოვი, დაბრუნდა სახლში 26 ივნისის საღამოს, ის იყო ფერმკრთალი და ჩუმი. მე ვკითხე: რა მოხდა? ის მითხრა: ბერია დააკავეს. მე ვკითხე: როგორ? რატომ? ის მითხრა: ის იყო მოხალატე, ის აპირებდა ჩვენ ყველას განადგურებას. მე ვკითხე: მაგრამ ის იყო შენი მეგობარი. ის მითხრა: ის არასოდეს ყოფილა ჩემი მეგობარი. მაგრამ ეს იყო სიმართლე? ბერია მართლაც არასოდეს ყოფილა მალენკოვის მეგობარი. თუ მალენკოვი უბრალოდ ცდილობდა გაემართლებინა საკუთარი თავისთვის, ცდილობდა დაირწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ის გააკეთა სწორი არჩევანი. მალენკოვის შვილები იხსენებენ, რომ მამა მათი ბოლო წლებში თითქმის არ საუბრობდა ბერიაზე. როდესაც ისინი ეკითხებოდნენ მას: მამა, რატომ დააკავეს ბერია? ის პასუხობდა: ის იყო ხალხის მტერი. მაგრამ როდესაც ისინი ეკითხებოდნენ: მაგრამ ის იყო შენი მეგობარი არა? მალენკოვი ჩუმდებოდა. ის არ პასუხობდა ამ კითხვას. ის უბრალოდ ჩუმდებოდა და ცვლიდა თემას. და ეს დუმილი, ეს უპასუხობა იყო ყველაზე ძლიერი პასუხი. მალენკოვი იცოდა, რომ ბერია იყო მისი მეგობარი. ის იცოდა, რომ ის გაუღალადა. ის იცოდა, რომ ის აირჩია გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. და ეს არჩევანი, ეს ერთი ღილაკის დაჭერა 26 ივნისს დევნიდა მას სიცოცხლის ბოლომდე. მალენკოვი გარდაიცვალა 1998 წელს, 45 წლის შემდეგ ბერიას დაკავებისა. მისი ბოლო სიტყვები, რომლებიც თქვა ოჯახისთვის, იყო: მე ვიცოდი, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ მე არ მქონდა არჩევანი. მაგრამ ეს იყო სიმართლე, მართლა არ ქონდა მას არჩევანი. თუ ის უბრალოდ შეშინდა და აირჩია ყველაზე მარტივი გზა, ხალატი. მაგრამ სანამ ჩვენ ვსაუბრობთ მალენკოვის სინდისზე, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა ბუნკერში, იმ ადგილას, სადაც ბერია გაატარა თავისი ბოლო თვეები. ბუნკერი, სადაც ბერია იყო პატიმარი, არ იყო ჩვეულებრივი ციხე. ეს იყო სამხედრო ობიექტი, მოსკოვის სამხედრო ოლქის შტაბის ქვეშ, ღრმად მიწის ქვეშ, სადაც არავინ შეძლებდა მის პოვნას. ბუნკერს ჰქონდა რამდენიმე დონე. ზედა დონეებზე იყო სამხედრო შტაბის ოფისები, ქვედა დონეებზე საიდუმლო საკანები და დაკითხვის ოთახები. ბერია იყო ყველაზე ქვედა დონეზე, იქ, სადაც არ აღწევდა მზის სინათლე, სადაც ჰაერი იყო ნესტიანი და ცივი, სადაც ერთადერთი ხმა იყო წყლის წვეთების ხმა, რომელიც ეცემოდა ჭერიდან. ბუნკერის მცველები, რომლებიც ყავდათ ბერია, იხსენებენ: ის იჯდა პატარა საკანში, სადაც იყო მხოლოდ საწოლი, მაგიდა და სკამი. არ იყო ფანჯარა, არ იყო წიგნები, არ იყო არაფერი. ის უბრალოდ იჯდა და უყურებდა კედელს. ზოგჯერ ის წერდა წერილებს მალენკოვს, რომლებსაც ჩვენ წავიღებდით და გადავცემდით ზემოთ, მაგრამ პასუხი არასოდეს მოსულა. ზოგჯერ ის საუბრობდა საკუთარ თავთან, ის იმეორებდა: რატომ, იგორ, რატომ გამიღალატე? რა გავაკეთე შენთვის ცუდი? ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით. მცველები ამბობენ, რომ ბერია ყოველდღე კარგავდა ძალებს. ის ნაკლებად ჭამდა, ნაკლებად საუბრობდა, ნაკლებად ძრაობდა. ის კვდებოდა, არა სასამართლოს განაჩენისგან, არამედ იმედგაცრუებისგან. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ბერია იცოდა, მალენკოვი კითხულობდა მის წერილებს. ის იცოდა, რომ მალენკოვი ხედავდა, როგორ ევედრებოდა ის, როგორ ითხოვდა შეწყალებას, როგორ ეძებდა იმედს. მაგრამ მალენკოვი არ პასუხობდა.
და ეს დუმილი იყო უარესი ვიდრე ნებისმიერი პასუხი, რადგან დუმილი ნიშნავდა შენ აღარ არსებობ ჩემთვის, შენ აღარ ხარ ადამიანი, შენ ხარ მხოლოდ პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყდეს. და ბერია, ადამიანი, რომელიც ოდესღაც აკონტროლებდა სპეცსამსახურებს და ბირთვულ პროგრამას, ახლა იყო მხოლოდ პრობლემა, რომელსაც ელოდა გადაწყვეტა. მაგრამ რა იყო ის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც პარტიულმა ელიტამ გადაწყვიტა ბერიას განადგურება? ოფიციალური ვერსია ამბობს, ბერია იყო მოღალატე, ბრიტანული აგენტი, სექსუალური მანიაკი. მაგრამ ეს იყო სიმართლე. თუ ეს იყო მხოლოდ გამართლება, რომელიც გამოიგონეს ხრუშჩოვმა და სხვებმა, რათა დაემართლებინათ საკუთარი თავი. ბევრი ისტორიკოსი ამბობს, რომ ნამდვილი მიზეზი იყო სხვა, ბერიას რეფორმები. ბერიამ დაიწყო ამნისტია, 1,200,000 პატიმარი გაათავისუფლა გულაგიდან. ბერიამ დაიწყო გულაგის სისტემის ეკონომიკური დემონტაჟი. ის ამბობდა, რომ პატიმრების შრომა არ იყო ეფექტური, რომ გულაგი იყო ეკონომიკური ტვირთი. ბერიამ დაიწყო გერმანიის გაერთიანების ინიციატივა. ის აპირებდა გაერთიანებულ გერმანიას, ნეიტრალურ გერმანიას, რომელიც არ იქნებოდა არც ნატოში, არც ვარშავის ხელშეკრულებაში. ეს რეფორმები შეაშინა პარტიულ ნომენკლატურას. ისინი ხედავდნენ, რომ ბერია ცვლიდა სისტემას, რომელზეც ისინი ცხოვრობდნენ. ისინი ხედავდნენ, რომ თუ ბერიას რეფორმები გაგრძელდებოდა, მთელი საბჭოთა სისტემა შეიცვლებოდა. აღარ იქნებოდა გულაგი, აღარ იქნებოდა მასობრივი რეპრესიები, აღარ იქნებოდა ის შიში, რომელზეც აშენებული იყო სტალინის იმპერია. და ეს ნიშნავდა, რომ ისინი, პარტიული ნომენკლატურა, რომელიც ცხოვრობდა ამ სისტემაზე, დაკარგავდნენ ძალაუფლებას. ამიტომ ისინი გადაწყვიტეს, ბერია უნდა წასულიყო. არა იმიტომ, რომ ის იყო მოღალატე, არამედ იმიტომ, რომ ის იყო რეფორმატორი. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ბერია იყო კარგი ადამიანი? არა. ბერია იყო სისხლიანი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა რეპრესიებში, რომელიც ხელს აწერდა სიკვდილის განაჩენებს, რომელიც ანადგურებდა უდანაშაულო ადამიანებს. მაგრამ ის ასევე იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეცვლას სისტემა, რომელიც ცდილობდა შეჩერებას ტერორი, რომელიც ცდილობდა გაათავისუფლებინა პატიმრები. და ეს კონტრასტი, სისხლიანი წარსული და რეფორმატორული აწმყო, არის ის, რაც ხდის ბერიას ისტორიას ასე ტრაგიკულს. რადგან ის არ იყო მხოლოდ ბოროტება და არც მხოლოდ სიკეთე. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გამოსწორებას საკუთარი შეცდომები, მაგრამ დრო აღარ ჰქონდა. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით ბერიას ჯანმრთელობის საიდუმლოება, როდესაც ვიცით მისი ოჯახის ტრაგედია, როდესაც ვიცით ბუნკერის საშინელება, ჩნდება კითხვა, რა იქნებოდა, თუ მალენკოვი არ დაეჭირა ღილაკს? რა იქნებოდა, თუ ბერიას მიეცემოდა დრო თავისი რეფორმების გაგრძელებისთვის? შეიცვლებოდა საბჭოთა კავშირის ისტორია, გაქრებოდა გულაგი ადრე, დასრულდებოდა ცივი ომის სხვაგვარად. ჩვენ არასოდეს გავიგებთ პასუხებს ამ კითხვებზე, რადგან ისტორია არ იცის რა იქნებოდა თუ. მაგრამ ერთი რამ ცნობილია. 26 ივნისს, როდესაც მალენკოვმა დააჭირა ღილაკს, შეიცვალა არამხოლოდ ბერიას ბედი. შეიცვალა მილიონობით ადამიანის ბედიც, რომლებიც ჯერ კიდევ იჯდნენ გულაგში და ელოდნენ ამნისტიას, რომელიც აღარასოდეს მოვიდა. მაგრამ რა იყო ის დოკუმენტები, რომლებსაც ბერია წვავდა თავის კაბინეტში ბოლო კვირებში? სერგო ბერია იხსენებს. მამაჩემს ჰქონდა სპეციალური სეიფი, რომელშიც ინახებოდა დოსიეები, კოდით ობიექტი 90. ეს იყო საიდუმლო არქივი, რომელზეც არავინ იცოდა. არც მოლოტოვი, არც ყაგანოვიჩი, არც თვით სტალინი. მხოლოდ 3 ადამიანი იცოდა ამ არქივის არსებობაზე. მამაჩემი, მისი პირველი მოადგილე და ერთი სპეციალური კურიერი, რომელიც ატარებდა დოკუმენტებს. რა იყო ამ დოსიეებში? სერგო ბერია ამბობს, ეს იყო სრული ისტორია პარტიული ელიტის დანაშაულებებისა. ყოველი რეპრესია, ყოველი სიკვდილის განაჩენი, ყოველი წამება, ყველაფერი დოკუმენტირებული იყო. და ყველაზე მთავარი, ყოველ დოკუმენტზე იყო ხელმოწერები. ხრუშჩოვის ხელმოწერა, მალენკოვის ხელმოწერა, მოლოტოვის ხელმოწერა. ყველას ხელმოწერა, ვინც ახლა ამბობდა, ჩვენ არაფერი ვიცოდით. ეს ყველაფერი სტალინის და ბერიას ბრალი იყო. ეს დოსიეები იყო ბერიას სადაზღვევო პოლისი. ის იცოდა, რომ თუ ოდესმე დადგებოდა დრო, როდესაც მას დასჭირდებოდა თავის დაცვა, ეს დოკუმენტები იქნებოდა მისი იარაღი. მაგრამ ბოლო კვირებში, როდესაც ბერიამ იგრძნო, რომ ხრუშჩოვი აწყობდა შეთქმულებას, მან გადაწყვიტა,
უკეთესია ამ დოკუმენტების განადგურება, ვიდრე ისინი ხრუშჩოვის ხელში მოხვდნენ. რატომ? რადგან ბერიამ იცოდა, თუ ხრუშჩოვი მოიპოვებდა ამ დოსიეებს, ის გამოიყენებდა მათ არა ბერიას წინააღმდეგ, არამედ ყველას წინააღმდეგ. ის გამოაცხადებდა: ნახეთ, ბერიას ჰქონდა კომპრომატები ყველაზე. ეს ამტკიცებს, რომ ის იყო შეთქმულების ორგანიზატორი. და მაშინ ყველა, მალენკოვი, მოლოტოვი, ყაგანოვიჩი, გახდებოდნენ ბერიას თანამზრახველები. ამიტომ ბერიამ წვა. ის წვავდა ათასობით გვერდს, ყოველ დოკუმენტს, ყოველ ფოტოს, ყოველ ჩანაწერს, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ ან სხვების წინააღმდეგ. სერგო ბერია იხსენებს: მამაჩემი წვავდა და ტიროდა. ის ამბობდა: ეს არის ჩემი მთელი ცხოვრება, ეს არის ჩემი მთელი მუშაობა და ახლა მე ვანადგურებ მას, რადგან ვიცი, რომ თუ ეს დოკუმენტები დარჩება, ისინი გამოიყენებენ მათ არა სიმართლის დასადგენად, არამედ ტყუილის შესაქმნელად. და ბერია მართალი იყო, რადგან 26 ივნისის შემდეგ, როდესაც ხრუშჩოვის ადამიანები შევიდნენ ბერიას სახლში, ისინი ვერაფერი იპოვეს. სეიფი იყო ცარიელი, ობიექტი 90 აღარ არსებობდა. მაგრამ ხრუშჩოვი არ დანებდა. ის იცოდა, რომ ბერიას უნდა ჰქონოდა კომპრომატები. ის იცოდა, რომ სადღაც უნდა არსებობდეს ასლები. ამიტომ მან დაიწყო ძებნა. ძებნა ბერიას ყველა ოფისში, ყველა სახლში, ყველა საიდუმლო ბუნკერში. და ერთ-ერთ ბუნკერში, ღრმად მიწის ქვეშ, მოსკოვის ცენტრში, მათ იპოვეს რაღაც. არასრული არქივი, არამედ ფრაგმენტები, რამდენიმე ასეული გვერდი, რომლებიც ბერიამ ვერ მოასწრო წაწვა. ეს გვერდები იყო ნაწილი ობიექტი 90-ისა და ისინი შეიცავდნენ ზუსტად იმას, რისიც ხრუშჩოვი ეშინოდა. დოკუმენტები, სადაც იყო მისი ხელმოწერა. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ხრუშჩოვი პირადად მონაწილეობდა რეპრესიებში უკრაინაში, რომ ის ხელს აწერდა სიკვდილის განაჩენებს, რომ ის ანადგურებდა უთანაშაულო ადამიანებს. ხრუშჩოვმა წაიკითხა ეს დოკუმენტები და მიხვდა, თუ ისინი ოდესმე გახდებოდა საჯარო, ის დასრულდებოდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც ბერიამ უნდა გაეკეთებინა. გაანადგურა. მაგრამ ხრუშჩოვი უფრო ფრთხილი იყო. ის არ წვავდა დოკუმენტებს. ის უბრალოდ გადაიკანა მათ სპეციალურ არქივში, სადაც ისინი დაიხურა 50 წლით. და ეს არქივი, რომელიც დრემდე არსებობს მოსკოვში, შეიცავს სიმართლეს. სიმართლეს იმის შესახებ, თუ ვინ იყო ნამდვილი დამნაშავეები რეპრესიებში. მაგრამ ეს სიმართლე ჯერ კიდევ დახურულია. ჯერ კიდევ არავინ იცის, რა წერია იმ გვერდებზე, რომლებიც ბერიამ ვერ მოასწრო წაწვა და რომლებიც ხრუშჩოვმა დამალა. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით ობიექტი 90-ის ისტორია, ჩნდება კითხვა: რამდენი გვერდი დაიკარგა? რამდენი სიმართლე წაიწვა ბერიას კაბინეტში? რამდენი დანაშაული დარჩა დაუსჯელი, რადგან დოკუმენტები აღარ არსებობს? და ყველაზე მთავარი, ვინ არის ის ადამიანები, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ და იციან სიმართლე, მაგრამ ჩუმობენ? რადგან ობიექტი 90 არ იყო მხოლოდ ბერიას საიდუმლოება. ეს იყო მთელი საბჭოთა ელიტის საიდუმლოება. საიდუმლოება, რომელიც დღემდე დაცულია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საიდუმლოება, რომელიც დაკავშირებულია 26 ივნისთან. საიდუმლოება, რომელზეც თითქმის არავინ საუბრობს. 26 ივნის, დილის 10 საათზე, 4 საათით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა ის ხდომა, სადაც ბერია დააკავეს, კრემლში შევიდა ადამიანი, რომელსაც არავინ ელოდა. ეს ადამიანი არ იყო რეგისტრირებული ვიზიტორების სიაში. ის არ გაიარა ჩვეულებრივი კონტროლი. ის უბრალოდ შევიდა. ისე თითქოს ჰქონდა სპეციალური უფლება. კრემლის დაცვის ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც იმ დღეს მსახურობდა, იხსენებს: მე ვნახე, როგორ შევიდა ეს ადამიანი. ის იყო მაღალი, ჩაცმული მუქი კოსტიუმით, ხელში ჰქონდა პორტფელი. მე ვცადე მისი შეჩერება, მაგრამ ჩემმა უფროსმა მითხრა: გაუშვი, ის არის სპეციალური ვიზიტორი. ვინ იყო ეს ადამიანი? კრემლის არქივებში არ არსებობს მისი სახელი. არ არსებობს არანაირი ჩანაწერი იმის შესახებ, თუ ვინ იყო ის და რატომ შევიდა კრემლში იმ დღეს. მაგრამ არსებობს ერთი დეტალი, რომელიც შეიძლება იყოს გასაღები. ეს ადამიანი შევიდა არა მალენკოვის კაბინეტში, არამედ ხრუშჩოვის კაბინეტში. და ის დარჩა იქ 2 საათის განმავლობაში. 2 საათი, რომლის განმავლობაშიც ხრუშჩოვი არ იღებდა არავის. 2 საათი, რომლის შემდეგაც ხრუშჩოვი გამოვიდა კაბინეტიდან და დაუყოვნებლივ დაიძახა,
მალენკოვი, ბულგანინი და სხვა შეთქმულები. 2 საათი, რომლის შემდეგაც ყველაფერი დაიწყო. ვინ იყო ეს ადამიანი? ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, ეს იყო სპეციალური კურიერი მოსკოვის სამხედრო ოლქიდან, რომელიც მოიტანა ინფორმაცია ბერიას გეგმების შესახებ. სხვები ამბობენ, ეს იყო ადამიანი უშიშროების სტრუქტურებიდან, რომელიც გადავიდა ხრუშჩოვის მხარეზე და მოიტანა კომპრომატები ბერიაზე. მესამეები ამბობენ, ეს იყო უცხოელი, ბრიტანელი ან ამერიკელი დაზვერვის აგენტი, რომელიც მოიტანა ინფორმაცია, რომ ბერია აპირებდა საბჭოთა კავშირის ხალათს. მაგრამ ყველა ეს ვერსია არის მხოლოდ ვარაუდი, რადგან ნამდვილი სიმართლე, ვინ იყო ეს ადამიანი და რა მოიტანა ის ხრუშჩოვთან, დღემდე უცნობია. მაგრამ ერთი რამ ცნობილია, ამ ვიზიტის შემდეგ ხრუშჩოვი შეიცვალა. მანამდე ის ყოყმანობდა, ის არ იყო დარწმუნებული, რომ შეეძლო ბერიას დამარცხება. მაგრამ ამ ვიზიტის შემდეგ ხრუშჩოვი გახდა დარწმუნებული და გადამწყვეტი. ის იცოდა, რომ უნდა მოქმედებოდა სწრაფად, რომ უნდა დაეკავებინა ბერია დღესვე, რომ თუ დაელოდებოდა, იქნებოდა გვიან. რა მოხდა იმ 2 საათში ხრუშჩოვის კაბინეტში? რა მოუხვა იმ უცნობმა ვიზიტორმა ხრუშჩოვს, რამაც ის ასე შეაშინა? ჩვენ არასოდეს გავიგებთ, რადგან ხრუშჩოვი არასოდეს საუბრობდა ამ ვიზიტზე. მის მემუარებში არ არის არანაირი მინიშნება ამ შეხვედრაზე. ეს არის საიდუმლოება, რომელიც ხრუშჩოვმა წაიღო საფლავში. და ის საიდუმლოება აყენებს კითხვას. იყო თუ არა 26 ივნისის სპონტანური გადაწყვეტილება, თუ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია? იყო თუ არა ხრუშჩოვი ერთადერთი ორგანიზატორი, თუ ის იყო მხოლოდ შემსრულებელი უფრო დიდი გეგმისა? და ყველაზე მთავარი, ვინ იყო ის ნამდვილი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ბერიას ბედი? მალენკოვი, რომელმაც დააჭირა ღილაკს? ხრუშჩოვი, რომელმაც მოაწყო შეთქმულება? თუ ის უცნობი ვიზიტორი, რომელიც შევიდა კრემლში დილის 10 საათზე და რომლის სახელი დღემდე უცნობია? მაგრამ სანამ ჩვენ ვეძებთ პასუხებს ამ კითხვებზე, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა ბერიას დაკავების შემდეგ. არა ბუნკერში, არამედ კრემლში. რადგან ბერიას დაკავება იყო მხოლოდ დასაწყისი. ნამდვილი ოპერაცია დაიწყო შემდეგ. ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ბერიას მთელი სისტემის განადგურებას. 26 ივნისის საღამოს, როდესაც ბერია უკვე იჯდა ბუნკერში, ხრუშჩოვმა დაიძახა სპეციალური შეხვედრა. შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ის სრულიად ენდობოდა. ამ შეხვედრაზე ხრუშჩოვმა განაცხადა: ბერია დაკავებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა განვადგუროთ მთელი მისი სისტემა, ყველა მისი მოადგილე, ყველა მისი ერთგული თანამშრომელი, ყველა ადამიანი, რომელიც შეიძლება სცადოს მისი გადარჩენა. და დაიწყო წმენდა. პირველი, ვინც დააპატიმრეს, იყო ბერიას უახლოესი მოადგილეები: ვლადიმერ დეკანოზოვი, ვიქტორ აბაკუმოვი, ბოგდან კობულოვი, სერგეი გოგლიძე. ეს იყო ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ სპეცსამსახურებს, რომლებიც ახორციელებდნენ ბერიას ბრძანებებს, რომლებიც იცოდნენ ყველა საიდუმლოება. ისინი დააპატიმრეს 1 კვირის განმავლობაში. 1 კვირა, რომლის განმავლობაშიც ხრუშჩოვი ყოველდღე იღებდა ანგარიშებს, ვინ დააპატიმრეს, რა აღიარეს, რა კომპრომატები იპოვეს. და ყოველი ანგარიში აძლევდა ხრუშჩოვს უფრო მეტ დარწმუნებას. ის აკონტროლებდა სიტუაციას, ის იმარჯვებდა. მაგრამ ხრუშჩოვი იცოდა, ეს არ იყო საკმარისი. ის იცოდა, რომ ბერიას ჰქონდა ერთგული ადამიანები არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში, თბილისში, ბაქოში, ერევანში, ალმა-ატაში. ეს იყო ადამიანები, რომლებიც შეიძლებოდა სცადონ ბერიას გადარჩენა, რომლებიც შეიძლებოდა მოეწყოთ აჯანყება, რომლებიც შეიძლება გამოეცხადებინათ, რომ ბერიას დაკავება იყო უკანონო. ამიტომ ხრუშჩოვმა გაგზავნა სპეციალური ჯგუფები ყველა რესპუბლიკაში. ჯგუფები, რომლებიც უნდა დაეპატიმრებინათ ბერიას ყველა ერთგული თანამშრომელი. და ეს ოპერაცია განხორციელდა ერთდროულად. ერთ ღამეს, ივლისის 2-ს, მთელ საბჭოთა კავშირში დააპატიმრეს ასობით ადამიანი. ასობით ადამიანი, რომლებიც იყვნენ ბერიას სისტემის ნაწილი. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ეს ადამიანები არ იცოდნენ, რატომ აპატიმრებდნენ მათ. ისინი იცოდნენ მხოლოდ ერთი: ბერია დაკავებულია. და ახლა ყველა, ვინც მასთან იყო დაკავშირებული, ხდება მტერი. ზოგიერთი მათგანი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, ზოგი ცდილობდა გაქცევას, ზოგი ცდილობდა თვითმკვლელობას. მაგრამ ყველა მათგანი დასრულდა ერთნაირად: ციხეში, სადაც ისინი ელოდნენ სასამართლოს,
რომელიც უკვე იყო წინასწარ გადაწყვეტილი. რადგან ხრუშჩოვი იცოდა, თუ ბერიას სისტემა დარჩებოდა, თუ მისი ერთგული ადამიანები დარჩებოდნენ თავისუფლებაში, ისინი შეიძლებოდა ოდესმე სცადონ შურის ძიება. ამიტომ ის განადგურა ყველა, ვინც იყო ბერიასთან დაკავშირებული. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული იყო ის, რაც მოხდა ბერიას ოჯახთან. ნინო ბერია და სერგო ბერია არ დააპატიმრეს. ისინი უბრალოდ გახდნენ პარიები. ნინო ბერიას ჩამოართვეს ყველაფერი: სახლი, ფული, ქონება. მას დატოვეს მხოლოდ პატარა ბინა მოსკოვის გარეუბანში, სადაც ის ცხოვრობდა მარტო, დაკარგული, დავიწყებული. სერგო ბერია გაიქცა. ის იმალებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში, ცვლიდა სახელებს, ცვიდა ადგილებს, ცდილობდა გადარჩენას, მაგრამ ბოლოს მაინც დააპატიმრეს. მას არ დასჭეს. ის იყო ძალიან ახალგაზრდა, მხოლოდ 21 წლის, მაგრამ მას ჩამოართვეს ყველაფერი: განათლება, კარიერა, მომავალი. ის გახდა ხალხის მტრის შვილი, სტიგმა, რომელიც მას დაედევნა სიცოცხლის ბოლომდე. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით, როგორ განადგურდა ბერიას სისტემა, როგორ დაისაჯნენ მისი ერთგული ადამიანები, როგორ გახდნენ მისი ოჯახის წევრები პარიები, ჩნდება კითხვა: ვინ იყო ნამდვილი ბენეფიციარი ამ ყველაფრისა? ვინ მოიგო ბერიას დაკავებიდან? პასუხი ცხადია: ნიკიტა ხრუშჩოვი. ბერიას დაკავების შემდეგ ხრუშჩოვი გახდა ფაქტობრივი ლიდერი საბჭოთა კავშირისა. მალინკოვი, რომელიც ფორმალურად იყო პრემიერ-მინისტრი, დაკარგა ძალაუფლება. ის გახდა მხოლოდ ფიგურა, რომელსაც ხრუშჩოვი აკონტროლებდა. 1955 წელს ხრუშჩოვმა აიძულა მალინკოვი გადადგომოდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. 1957 წელს ხრუშჩოვმა გარიცხა მალინკოვი პარტიიდან და გაგზავნა ყაზახეთში. ადამიანი, რომელმაც დააჭირა ღილაკს და გადაარჩინა ხრუშჩოვი, დასრულდა როგორც უბრალო ინჟინერი შორეულ რესპუბლიკაში. მაგრამ ხრუშჩოვი მოიგო არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ის მოიგო ეკონომიკურ ძალაუფლებასაც. ბერიას დაკავების შემდეგ ხრუშჩოვმა აიღო კონტროლი ბირთვულ პროგრამაზე, პროგრამა, რომელსაც ბერია აკონტროლებდა და რომელიც იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივი. ხრუშჩოვმა აიღო კონტროლი სპეცსამსახურებზე, სამსახურები, რომლებიც ბერია აკონტროლებდა და რომლებიც იყო ძალაუფლების ნამდვილი წყარო. ხრუშჩოვმა აიღო კონტროლი გულაგზე, სისტემა, რომელსაც ბერია ცდილობდა დაემონტაჟებინა, მაგრამ რომელიც ხრუშჩოვმა შეინარჩუნა და გამოიყენა საკუთარი მტრების დასასჯელად. და ყველაზე მთავარი, ხრუშჩოვმა მოიგო ისტორია. ის გახდა ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა საბჭოთა კავშირი ბერიას ტერორისგან. ის გახდა გმირი, რომელმაც დაამარცხა ყოვლისშემძლე ჯალათი. ის გახდა რეფორმატორი, რომელმაც დაიწყო დესტალინიზაცია, პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა სტალინის კულტის განადგურებას. მაგრამ რეალურად ხრუშჩოვი არ იყო რეფორმატორი. ის იყო უბრალოდ ახალი დიქტატორი, რომელმაც შეცვალა ძველი დიქტატორი. ის არ შეცვალა სისტემა. ის მხოლოდ შეცვალა სახეები. და ეს სიმართლე, რომელიც დღემდე ფარულია, არის ის, რაც ხდის ბერიას ისტორიას ასე ტრაგიკულს. რადგან ბერია, ადამიანი, რომელიც ცდილობდა რეფორმების ჩატარებას, რომელიც ცდილობდა გულაგის დემონტაჟს, რომელიც ცდილობდა ამნისტიას, განადგურდა ადამიანის მიერ, რომელმაც შეინარჩუნა ყველაფერი: გულაგი, რეპრესიები, ტერორი. და ეს არის ნამდვილი ტრაგედია 26 ივნისისა. არა ის, რომ ბერია დააკავეს, არამედ ის, რომ მისი დაკავება არაფერი შეცვალა. სისტემა დარჩა იგივე, მხოლოდ სახეები შეიცვალა. და ეს სიმართლე, რომელსაც ხრუშჩოვი ფარავდა, რომელსაც მალენკოვი ფარავდა, რომელსაც მთელი საბჭოთა ელიტა ფარავდა, დღემდე რჩება დამალული. მაგრამ ვინ იყო ნამდვილი ბოროტება? ბერია, რომელიც მონაწილეობდა რეპრესიებში, მაგრამ ცდილობდა რეფორმებს. ხრუშჩოვი, რომელმაც მოაწყო შეთქმულება და შეინარჩუნა სისტემა. მალენკოვი, რომელმაც გაუღალატა მეგობარი შიშის გამო. თუ ის უცნობი ვიზიტორი, რომელმაც შეიძლება დაიწყო ყველაფერი? პასუხი არ არის მარტივი, რადგან ყველა მათგანი იყო ნაწილი სისტემისა. სისტემისა, რომელიც აშენებული იყო შიშზე, ღალატზე და სისხლზე. სისტემისა, რომელიც ანადგურებდა თავის შვილებს. სისტემისა, რომელიც აქცევდა მეგობრებს მტრებად. სისტემისა, რომელიც აიძულებდა ადამიანებს აირჩიათ გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. და ეს სისტემა, რომელიც დაიწყო სტალინით, გაგრძელდა ხრუშჩოვით და დასრულდა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლით, არის ნამდვილი ბოროტება. არა ბერია, არა ხრუშჩოვი, არა მალენკოვი, არამედ სისტემა, რომელმაც შექმნა ისინი და რომელმაც გამოიყენა ისინი. და 26 ივნისი
დღე, როდესაც ერთი ღილაკის დაჭერამ შეცვალა ისტორია, არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი ამ სისტემის გრძელ და სისხლიან ისტორიაში. ეპიზოდი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება, როგორ ანადგურებს ის თავის შვილებს, როგორ აქცევს მეგობრებს მტრებად, როგორ აიძულებს ადამიანებს აირჩიონ გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. დეკემბრის 18, 1953 წელი. ბუნკერში, სადაც ბერია ატარებდა თავის ბოლო დღეებს, დილა დაიწყო ისევე, როგორც ყველა სხვა დილა ბოლო 6 თვეში, ჩუმად, ცივად, უიმედოდ. მაგრამ ამ დილას რაღაც შეიცვალა. მცველები, რომლებიც ჩვეულებრივ მოჰქონდათ საჭმელს და წყალს, ამჯერად მოვიდნენ სხვა ბრძანებით. მოემზადეთ, დღეს არის სასამართლო. ბერია, რომელიც იჯდა საწოლზე, ფერმკრთალი, გამხდარი, თითქმის უცნობი იმ ადამიანისგან, რომელიც 6 თვის წინ შევიდა ამ ბუნკერში, ნელა აიწია. მისი ხელები კანკალებდა. არა შიშისგან, ის უკვე დიდი ხანია გადალახა შიში, არამედ სისუსტისგან. 6 თვე წამლების გარეშე, 6 თვე ნორმალური საკვების გარეშე, 6 თვე მზის სინათლის გარეშე. ეს ყველაფერი გადააქცია ადამიანი, რომელიც ოდესღაც აკონტროლებდა იმპერიას, ჩრდილად. მცველები შემოიყვანეს ბერია პატარა ოთახში, ოთახი, რომელიც უნდა ყოფილიყო სასამართლო დარბაზი, მაგრამ რომელიც უფრო ჰგავდა დაკითხვის ოთახს. იქ იჯდნენ 7 ადამიანი, 7 გენერალი, რომლებიც წარმოადგენდნენ სპეციალურ სამხედრო ტრიბუნალს. არ იყო ადვოკატი, არ იყო მოწმეები, არ იყო ჟურნალისტები. მხოლოდ 7 გენერალი, რომლებმაც უკვე იცოდნენ განაჩენი, სიკვდილი. ბერია შევიდა ოთახში და შეხედა მათ. ის ეძებდა ნაცნობ სახეებს, ეძებდა ადამიანებს, რომლებთანაც ოდესღაც მუშაობდა, რომლებთანაც ოდესღაც საუბრობდა. მაგრამ ყველა სახე იყო უცხო. ან ისინი უბრალოდ არ უცქერდნენ მას. ისინი უყურებდნენ ქაღალდებს, რომლებიც იდომათ წინ. ქაღალდები, სადაც უკვე დაწერილი იყო ყველაფერი. ლავრენტი პავლეს ძე ბერია დაიწყო თავმჯდომარემ, გენერალმა, რომლის სახელიც დღემდე დახურულია არქივებში. თქვენ ბრალდებით ხალათში, შეთქმულებაში, ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებში. თქვენ ბრალდებით იმაში, რომ მუშაობდით უცხოური დაზვერვის სასარგებლოდ, რომ აპირებდით საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, რომ ანადგურებდით უდანაშაულო ადამიანებს. ბერია უსმენდა და ჩუმობდა. ის იცოდა, რომ ეს იყო სპექტაკლი. სპექტაკლი, რომელიც უკვე დაწერილი იყო. სპექტაკლი, რომელშიც მას ჰქონდა მხოლოდ ერთი როლი, მსხვერპლის როლი. მაგრამ მერე, როდესაც თავმჯდომარემ დაასრულა ბრალდებების ჩამოთვლა და ჰკითხა, რა სიტყვით თქვენს დაცვაზე? ბერია ისაუბრა. მე არაფერი მაქვს სათქმელი ჩემს დაცვაზე, თქვა მან, ჩუმად, მაგრამ კაფიოდ. რადგან ეს არ არის სასამართლო, ეს არის სიკვდილის განაჩენის აღსრულება, რომელიც უკვე გადაწყვეტილია. მე ვიცი რატომ ვარ აქ, მე ვიცი ვინ გადაწყვეტა ჩემი ბედი და მე ვიცი რომ არაფერი, რასაც მე ვიტყვი, ვერაფერს შეცვლის. ის გაარჩერდა, ჩაისუნთქა ხრმად, სუნთქვა, რომელიც უჭირდა, რადგან მისი ფილტვები უკვე ვეღარ მუშაობდა ნორმალურად. მაგრამ მე მინდა რომ თქვენ იცოდეთ ერთი რამ. ყველაფერი, რასაც თქვენ მაბრალებთ, ხალატი, შეთქმულება, დანაშაული, ეს ყველაფერი გააკეთეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა მსჯავრდებენ მე. ხრუშჩოვმა, მალენკოვმა, მოლოტოვმა, ყველამ მათგანმა ხელი მოაწერა სიკვდილის განაჩენებს, ყველამ მათგანმა მონაწილეობა მიიღო რეპრესიებში, ყველამ მათგანმა აანადგურა უდანაშაულო ადამიანები. მაგრამ ახლა ისინი ამბობენ, ეს ყველაფერი ბერიამ გააკეთა. და თქვენ რომ იჯდეთ აქ და მსჯავრდებთ მე, თქვენც იცით ეს სიმართლე, მაგრამ თქვენ ჩუმობთ, რადგან თქვენც ეშინიათ. ოთახში დამყარდა დუმილი. გენერლები არ უცქერდნენ ბერიას. ისინი უყურებდნენ ქაღალდებს, უყურებდნენ კედლებს, უყურებდნენ იატაკს, ნებისმიერ ადგილას, მხოლოდ არა ბერიას თვალებში. რადგან ისინი იცოდნენ, რომ ბერია მართალი იყო. ისინი იცოდნენ, რომ ეს იყო სპექტაკლი. ისინი იცოდნენ, რომ ისინი იყვნენ მხოლოდ შემსრულებლები. შემსრულებლები იმ სცენარისა, რომელიც დაწერა ხრუშჩოვმა. მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ თუ არ შეასრულებდნენ ამ როლს, თავად გახდებოდნენ მსხვერპლები. ამიტომ ისინი ჩუმობდნენ. ამიტომ ისინი აგრძელებდნენ სპექტაკლს. ლავრენტი პავლეს ძე ბერია, განაგრძო თავმჯდომარემ, თითქოს ბერიას სიტყვები არ გაუგონია.
სპეციალური სამხედრო ტრიბუნალი გცნობთ დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში. განაჩენი, სიკვდილი დახვრეტით. განაჩენი საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. განაჩენი აღსრულდება დაუყოვნებლივ. ბერია კვლავ ჩუმობდა. ის არ ითხოვდა შეწყალებას, ის არ ტიროდა, ის არ ევედრებოდა. ის უბრალოდ იჯდა და უყურებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ახლახან მსჯავრი გამოუტანეს. და მის თვალებში იყო არა შიში, არამედ რაღაც სხვა, დაღლილობა. დაღლილობა იმ ადამიანისა, რომელმაც იცოდა, რომ ბრძოლა დასრულებული იყო. მცველები შემოიყვანეს ბერია ოთახიდან და გაიყვანეს დერეფანში. გრძელი, ვიწრო დერეფანი, რომელიც მიდიოდა ბუნკერის ყველაზე ქვედა დონეზე. იქ, სადაც არ აღწევდა არანაირი ხმა, სადაც არ იყო არანაირი სინათლე, სადაც იყო მხოლოდ სიცივე და სიჩუმე. ბერია დადიოდა ნელა, ყოველი ნაბიჯი უჭირდა, ყოველი სუნთქვა იყო ტკივილი, მაგრამ ის არ ჩერდებოდა. ის აგრძელებდა სიარულს იმ ადგილისკენ, სადაც მთავრდებოდა მისი ცხოვრება. და ამ სიარულის დროს, ამ ბოლო წუთებში, ის ფიქრობდა იმაზე, რაც იყო, იმაზე, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, იმაზე, რაც აღარასოდეს იქნებოდა. ის ფიქრობდა მალენკოვზე, ადამიანზე, რომელიც იყო მისი საუკეთესო მეგობარი, ადამიანზე, რომელმაც გაუღალატა. ის ფიქრობდა ხრუშჩოვზე, ადამიანზე, რომელსაც ის სულელად მიიჩნევდა, ადამიანზე, რომელმაც დაამარცხა. ის ფიქრობდა თავის ოჯახზე, ნინოზე, რომელიც ახლა იყო მარტო, სერგოზე, რომელიც ახლა იყო ხალხის მტრის შვილი. ის ფიქრობდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იჯდნენ გულაგში და ელოდნენ ამნისტიას, რომელიც აღარასოდეს მოვიდოდა. ის ფიქრობდა იმ რეფორმებზე, რომლებიც ის დაიწყო და რომლებიც ახლა შეჩერდებოდა. ის ფიქრობდა იმაზე, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ მალენკოვი არ დაეჭირა ხილაკს. მაგრამ ყველაზე მეტად ის ფიქრობდა იმაზე, რატომ გაუღალატა მალენკოვმა. რატომ შეშინდა იმდენად, რომ აირჩია ხალატი ერთგულების ნაცვლად. რატომ არ შეეცადა მისი გადარჩენა, როდესაც ჯერ კიდევ შეეძლო. და პასუხი, რომელსაც ბერია იპოვა ამ ბოლო წუთებში, იყო მარტივი და საშინელი ერთდროულად. რადგან სისტემა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, არ აძლევდა არჩევანს. სისტემა, რომელიც აშენებული იყო შიშზე, ხალატზე და სისხლზე, აიძულებდა ადამიანებს აირჩიათ გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. და მალენკოვი, სუსტინების ყოფის მქონე ადამიანი, უბრალოდ გააკეთა ის, რასაც სისტემა მოითხოვდა მისგან. ბერია მივიდა ბოლო კარამდე. კარი, რომლის მიღმა იყო პატარა ოთახი. ოთახი, სადაც არ იყო არაფერი, არც ფანჯარა, არც ავეჯი, არც სინათლე. მხოლოდ კედლები და იატაკი. მცველები გააჩერეს ბერია კარის წინ. ერთ-ერთმა მათგანმა, ახალგაზრდა ჯარისკაცმა, რომელიც თითქმის ბავშვი იყო, ჰკითხა მას: "გაქვთ რამე ბოლო სურვილი?" ბერია შეხედა მას. შეხედა იმ ახალგაზრდა სახეს, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა, რას ნიშნავდა სიკვდილი და რომელსაც ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ის ასრულებდა სამართლიან განაჩენს. და ბერიამ თქვა: "კი, მითხარი მალენკოვს, მე ვაპატიე მას. მითხარი, რომ მე მივხვდი, რატომ გააკეთა ისეს. და მითხარი, რომ მე ვიმედოვნებ, ის შეძლებს იცხოვროს ამ არჩევანთან." ახალგაზრდა ჯარისკაცი დააკვირდა ბერიას. დააკვირდა იმ ადამიანს, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი ეშინოდა, ადამიანს, რომელიც ახლა იდგა მის წინ, ფერმკრთალი, გამხდარი, დამცირებული. და ახალგაზრდა ჯარისკაცმა დააკვირდა მის თვალებში, სადაც აღარ იყო შიში, აღარ იყო სიძულვილი, აღარ იყო სინანული. იყო მხოლოდ დაღლილობა. დაღლილობა იმ ადამიანისა, რომელმაც იცოდა, რომ ბრძოლა დასრულებული იყო. და ახალგაზრდა ჯარისკაცმა თქვა: "მე გადავცემ." მაგრამ ორივე მათგანი იცოდა, რომ ეს იყო ტყუილი. რადგან მალენკოვი არასოდეს გაიგებდა ამ სიტყვებს. რადგან მალენკოვი უკვე ცხოვრობდა თავის არჩევანთან. ცხოვრობდა შიშში, სინანულში, დუმილში. მცველებმა გააღეს კარი და შეიყვანეს ბერია ოთახში. ბერია შევიდა და გაჩერდა ოთახის ცენტრში. ის არ ბრუნდებოდა. ის არ უყურებდა უკან. ის უბრალოდ იდგა და ელოდა. ელოდა იმას, რაც უნდა მომხდარიყო. ელოდა იმას, რისთვისაც ის მოიყვანეს აქ. და ამ ბოლო წამებში, ამ ბოლო სუნთქვებში, ბერია ფიქრობდა არა თავის შესახებ, არამედ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დარჩებოდნენ. ფიქრობდა ნინოზე, რომელიც ახლა იყო მარტო. ფიქრობდა სერგოზე,
რომელიც ახლა იყო ხალხის მტრის შვილი. ფიქრობდა იმ მილიონობით ადამიანზე, რომლებიც ჯერ კიდევ იჯდნენ გულაგში და ელოდნენ ამნისტიას, რომელიც აღარასოდეს მოვიდოდა. და მერე მოვიდა ბოლო. მოვიდა ჩუმად, სწრაფად, მოულოდნელად. ერთი წამი და ყველაფერი დასრულდა. ადამიანი, რომელიც ოდესღაც აკონტროლებდა სპეცსამსახურებს, ბირთვულ პროგრამას და ფლობდა კომპრომატებს ყველაზე, აღარ არსებობდა. აღარ არსებობდა ადამიანი, რომლისაც მთელ საბჭოთა კავშირს ეშინოდა. აღარ არსებობდა ადამიანი, რომელიც ცდილობდა რეფორმების ჩატარებას და გულაგის დემონტაჟს. დარჩა მხოლოდ სხეული. სხეული, რომელიც მალე გაქრებოდა, რომელიც არასოდეს დაკრძალულიყო ნორმალურად, რომელიც უბრალოდ გაქრებოდა. ისე თითქოს ის არასოდეს არსებულა. მაგრამ ბერიას სიკვდილი არ იყო ბოლო. ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. დასაწყისი იმისა, რაც მოხდებოდა შემდეგ. დეკემბრის 23-ს, 5 დღის შემდეგ ბერიას სიკვდილისა, ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ხალხის მტერი ლავრენტი ბერია დახვრიტეს სასამართლო განაჩენის საფუძველზე. გამოაცხადეს, რომ ის იყო ბრიტანული დაზვერვის აგენტი, რომ ის აპირებდა საბჭოთა ხელისუფლების დამქობას, რომ ის იყო სექსუალური მანიაკი და მკვლელი. გამოაცხადეს, რომ მისი სიკვდილი იყო სამართლიანი და აუცილებელი და მთელი საბჭოთა კავშირი, ყველა გაზეთი, ყველა რადიო, ყველა ტელევიზია იმეორებდა ამ ვერსიას. იმეორებდა, რომ ბერია იყო ბოროტება, რომ მისი განადგურება იყო გამარჯვება, რომ ახლა საბჭოთა კავშირი იყო უსაფრთხო. მაგრამ რეალურად რა შეიცვალა? გულაგი არ დაიხურა, ის გაგრძელდა. რეპრესიები არ შეწყდა, ისინი გაგრძელდა. ტერორი არ დასრულდა, ის გაგრძელდა. მხოლოდ სახეები შეიცვალა. ბერიას ნაცვლად ახლა იყო ხრუშჩოვი, ახალი ლიდერი, ახალი დიქტატორი, ახალი ჯალადი. მალინკოვი, რომელმაც დააჭირა ღილაკს და გადაარჩინა საბჭოთა კავშირი, და კარგად ალაუფლება. 1955 წელს ხრუშჩოვმა აიძულა ის გადადგომოდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. 1957 წელს ხრუშჩოვმა გარიცხა ის პარტიიდან და გაგზავნა ყაზახეთში, შორეულ რესპუბლიკაში, სადაც მალენკოვი გახდა უბრალო ინჟინერი ელექტროსადგურში. მალენკოვი ცხოვრობდა ყაზახეთში 30 წლის განმავლობაში. 30 წელი, რომლის განმავლობაშიც ის არასოდეს საუბრობდა ბერიაზე, არასოდეს საუბრობდა 26 ივნისზე, არასოდეს საუბრობდა იმ ღილაკზე, რომელიც მან დააჭირა. ის ცხოვრობდა ჩუმად, დამალულად, დავიწყებულად. მისი ოჯახი, ცოლი და შვილები ცდილობდნენ დავიწყებას იმისა, რაც მოხდა. ცდილობდნენ ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა. მაგრამ მალენკოვი არ შეძლო დავიწყება. ის იხსენებდა ყოველ დღე, ყოველ ღამე, ყოველ წუთს. იხსენებდა ბერიას სახეს, როდესაც ხრუშჩოვმა დაიწყო მისი კრიტიკა. იხსენებდა ბერიას ხმას, როდესაც მან ჩურჩულით კითხა: რა ხდება, ნიკიტა? იხსენებდა იმ წამს, როდესაც მან დააჭირა ღილაკს, იმ წამს, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. და ეს მოგონებები დევნიდა მას სიცოცხლის ბოლომდე. მალენკოვი გარდაიცვალა 1998 წელს, 45 წლის შემდეგ ბერიას დაკავებისა. მისი ბოლო სიტყვები, რომლებიც თქვა ოჯახისთვის, იყო: მე ვიცოდი, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ მე არ მქონდა არჩევანი. მაგრამ ეს იყო სიმართლე? მართლა არ ქონდა მას არჩევანი? თუ ის უბრალოდ შეშინდა და აირჩია ყველაზე მარტივი გზა, ღალატი? ჩვენ არასოდეს გავიგებთ, რადგან მალენკოვი წაიღო ეს საიდუმლოება საფლავში. მაგრამ ერთი რამ ცნობილია, ის ცხოვრობდა ამ არჩევანთან 45 წლის განმავლობაში. ცხოვრობდა შიშში, სინანულში, დუმილში. ბერიას ოჯახის ბედი იყო კიდევ უფრო ტრაგიკული. ნინო ბერია, ლავრენტის ცოლი, დარჩა მარტო, პატარა ბინაში მოსკოვის გარეუბანში. მას ჩამოართვეს ყველაფერი: სახლი, ფული, ქონება, მეგობრები. ყველა, ვინც ოდესღაც დადიოდა მათ სახლში და იცინოდა და საუბრობდა, ახლა ერიდებოდა მას, თითქოს ის იყო ჭირი. ნინო ცხოვრობდა მარტო. ცხოვრობდა მოგონებებით იმ დროის, როდესაც ლავრენტი იყო ცოცხალი, როდესაც მათი ოჯახი იყო ბედნიერი, როდესაც ყველაფერი იყო სხვაგვარად. ის არასოდეს დაქორწინდა ხელახლა, ის არასოდეს დაივიწყა ლავრენტი. ის ცხოვრობდა მის მოგონებებში, ცხოვრობდა იმ ადამიანის მოგონებებში, რომელსაც ის უყვარდა, რომელსაც ის ენდობოდა,
რომელიც განადგურდა ღალატით. სერგო ბერია, ლავრენტის ვაჟი, დააპატიმრეს ბერიას დაკავების შემდეგ. მას არ დასჯეს, ის იყო ძალიან ახალგაზრდა, მხოლოდ 21 წლის, მაგრამ მას ჩამოართვეს ყველაფერი: განათლება, კარიერა, მომავალი. ის გახდა ხალხის მტრის შვილი, სტიგმა, რომელიც მას დაედევნა სიცოცხლის ბოლომდე. სერგო ცდილობდა ცხოვრებას, ცდილობდა მუშაობას, ცდილობდა ოჯახის შექმნას, ცდილობდა დავიწყებას, მაგრამ ის არასოდეს შეძლო დავიწყება. ის იხსენებდა მამას, იხსენებდა იმ ადამიანს, რომელიც იყო მისთვის გმირი, რომელიც იყო მისთვის მაგალითი, რომელიც განადგურდა ღალატით. და სერგო ცხოვრობდა ამ მოგონებებით. ცხოვრობდა იმ მოგონებებით, რომლებიც ყოველთვის ახსენებდა მას, რომ მისი მამა არ იყო ის, რასაც ოფიციალური პროპაგანდა ამბობდა. დღეს, ჩვენს დროში, სერგო ბერია ცოცხალია და ცხოვრობს მოსკოვში. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც პირადად იცნობდა ლავრენტი ბერიას. იცნობდა არა როგორც ხალხის მტერს, არამედ როგორც მამას, როგორც ადამიანს, როგორც ოჯახის წევრს. და სერგო ბერია ყოველთვის ამბობს: ჩემი მამა არ იყო წმინდა. ის მონაწილეობდა რეპრესიებში, ის ხელს აწერდა სიკვდილის განაჩენებს, ის აკეთებდა საშინელ რამეებს. მაგრამ ის ასევე ცდილობდა შეცვლა სისტემა, ცდილობდა გადარჩენას ადამიანებს, ცდილობდა გამოსწორებას თავისი შეცდომები. და ის განადგურდა არა იმიტომ, რომ ის იყო ბოროტება, არამედ იმიტომ, რომ ის ცდილობდა რეფორმებს. ის განადგურდა იმიტომ, რომ მისმა საუკეთესო მეგობარმა შეშინდა და დააჭირა ღილაკს. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით მთელი ისტორია, ვიცით როგორ დააკავეს ბერია, როგორ კვდებოდა ის ბუნკერში, როგორ მოკლეს ის დეკემბრის 18-ს, როგორ განადგურდა მისი სისტემა, როგორ დასრულდა მისი ოჯახი. ჩნდება ბოლო კითხვა, კითხვა, რომელზეც არავინ პასუხობს, კითხვა, რომელიც დღემდე რჩება ღია. ვინ გადაწყვიტა ბერიას ბედის სინამდვილეში? ოფიციალური ვერსია ამბობს: ხრუშჩოვი. ის იყო შეთქმულების ორგანიზატორი. ის იყო ადამიანი, რომელმაც დაარწმუნა მალენკოვი. ის იყო ადამიანი, რომელმაც მოაწყო ყველაფერი. მაგრამ ეს არის სრული სიმართლე. რადგან ხრუშჩოვი, როგორც ჩვენ ვიცით, არ იყო ერთადერთი. იყო მალენკოვი, ადამიანი, რომელმაც დააჭირა ღილაკს. იყო ის უცნობი ვიზიტორი, ადამიანი, რომელიც შევიდა კრემლში დილის 10 საათზე 26 ივნისს და რომლის სახელი დღემდე უცნობია. იყო სისტემა, სისტემა, რომელიც აშენებული იყო შიშზე, ხალატზე და სისხლზე. სისტემა, რომელიც აიძულებდა ადამიანებს აირჩიათ გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. და შეიძლება ნამდვილი პასუხი არის ყველა მათგანი. ხრუშჩოვი, რომელმაც მოაწყო შეთქმულება, მალენკოვი, რომელმაც დააჭირა ღილაკს. ის უცნობი ვიზიტორი, რომელმაც შეიძლება მოიტანა გადამწყვეტი ინფორმაცია და სისტემა, რომელმაც შექმნა ისინი ყველა და რომელმაც გამოიყენა ისინი თავისი მიზნებისთვის. რადგან ბერიას ისტორია არ არის ისტორია ერთი ადამიანის ღალატისა. ეს არის ისტორია სისტემის ღალატისა. სისტემისა, რომელიც ანადგურებს თავის შვილებს, რომელიც აქცევს მეგობრებს მტრებად, რომელიც აიძულებს ადამიანებს აირჩიონ გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. და ის სისტემა, რომელიც დაიწყო სტალინით, გაგრძელდა ხრუშჩოვით და დასრულდა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლით, დატოვა კვალი. კვალი, რომელიც დღემდე გრძნობს. კვალი ხალატისა, კვალი შიშისა, კვალი სისხლისა. და 26 ივნისი, დღე, როდესაც მალენკოვმა დააჭირა ღილაკს, არის სიმბოლო ამ კვალისა. სიმბოლო იმისა, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება, როგორ ანადგურებს ის თავის შვილებს, როგორ აქცევს მეგობრებს მტრებად, როგორ აიძულებს ადამიანებს აირჩიონ გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. მაგრამ ყველაზე საშინელი კითხვა რჩება: რამდენი სიმართლე დღემდე დამალულია? რამდენი დოკუმენტი ჯერ კიდევ დახურულია არქივებში? რამდენი მოწმე წაიღო თავისი საიდუმლოებების საფლავში? და ყველაზე მთავარი, ვინ არის ის ადამიანები, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ და იციან სიმართლე, მაგრამ ჩუმობენ? რადგან ობიექტი 90, ბერიას საიდუმლო არქივი, არ იყო მხოლოდ ბერიას საიდუმლოება. ეს იყო მთელი საბჭოთა ელიტის საიდუმლოება. საიდუმლოება, რომელიც დღემდე დაცულია. და ეს საიდუმლოება, რომელიც დამალულია არქივებში, რომელიც დაცულია დუმილით, რომელიც ფარულია ხალატით,
არის ნამდვილი ტრაგედია 26 ივნისისა. არა ის, რომ ბერია დააკავეს, არა ის, რომ მალენკოვმა დააჭირა ხილაკს, არა ის, რომ ხრუშჩოვმა მოაწყო შეთქმულება. არამედ ის, რომ სიმართლე, სრული სიმართლე იმის შესახებ რა მოხდა იმ დღეს და რატომ, დღემდე დამალულია. და ეს სიმართლე, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება თავის დროს, არის ის, რაც ხდის ბერიას ისტორიას არამხოლოდ ტრაგედიას, არამედ გაფრთხილებას. გაფრთხილებას იმის შესახებ თუ რა ხდება, როდესაც ძალაუფლება აშენებულია შიშზე, როდესაც მეგობრები ხდებიან მტრები, როდესაც ადამიანები ირჩევენ გადარჩენას ერთგულების ნაცვლად. და ეს გაფრთხილება, რომელიც მოდის 1953 წლის 26 ივნისიდან, დღემდე რჩება აქტუალური. რადგან სისტემები, რომელიც აშენებულია შიშზე, ღალატზე და სისხლზე, არ ქრებიან. ისინი მხოლოდ იცვლიან სახეებს. და კითხვა, რომელიც რჩება ღია, არის ვინ იქნება შემდეგი? ვინ იქნება შემდეგი ბერია? ადამიანი, რომელიც ცდილობს რეფორმებს, მაგრამ განადგურდება ხალატით. ვინ იქნება შემდეგი მალენკოვი? ადამიანი, რომელიც დააჭერს ხილაკს შიშის გამო. ვინ იქნება შემდეგი ხრუშჩოვი? ადამიანი, რომელიც მოაწყობს შეთქმულებას და მოიგებს ძალაუფლებას. ეს კითხვები რჩება უპასუხოდ. მაგრამ ერთი რამ ცნობილია. ისტორია იმეორებს თავის თავს. და 26 ივნისი, დღე, როდესაც ერთი ღილაკის დაჭერამ შეცვალა ისტორია, არის შეხსენება იმისა, რომ ძალაუფლება, რომელიც აშენებულია შიშზე, ყოველთვის მთავრდება ხალატით. და ის ხალატი, რომელიც დაიწყო მალენკოვის თითით მაგიდის ქვეშ დამალულ ღილაკზე, გაგრძელდა ხრუშჩოვის შეთქმულებით და დასრულდა ბერიას სიკვდილით ბუნკერში. ეს არის სიმბოლო იმისა, თუ რა ხდება, როდესაც სისტემა ანადგურებს თავის შვილებს. მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც დღემდე რჩება უპასუხოდ, არის რა იქნებოდა, თუ მალენკოვი არ დაეჭირა ღილაკს? რა იქნებოდა, თუ ბერიას მიეცემოდა დრო თავისი რეფორმების გაგრძელებისთვის? შეიცვლებოდა საბჭოთა კავშირის ისტორია, გაქრებოდა გულაგი ადრე, დასრულდებოდა ცივი ომი სხვაგვარად. ჩვენ არასოდეს გავიგებთ პასუხებს ამ კითხვებზე. მაგრამ ერთი რამ ცნობილია. 26 ივნისს, როდესაც მალენკოვმა დააჭირა ღილაკს, შეიცვალა არამხოლოდ ბერიას ბედი, არამედ მილიონობით ადამიანის ბედი. და ეს ბედი, რომელიც გადაწყდა ერთი ღილაკის დაჭერით, დღემდე რჩება შეხსენება იმისა, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება, როგორ ანადგურებს ის თავის შვილებს, როგორ აქცევს მეგობრებს მტრებად, როგორ აიძულებს ადამიანებს აირჩიონ გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. და ეს არჩევანი, რომელიც გააკეთა მალენკოვმა 1953 წლის 26 ივნისს, დღემდე რჩება გაფრთხილება. გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ძალაუფლება, რომელიც აშენებულია შიშზე, ყოველთვის მთავრდება ხალატით. და ეს ხალატი, რომელიც დაიწყო ერთი თითით ერთ ღილაკზე, შეცვალა ისტორია. მაგრამ ნამდვილი კითხვა რჩება. ვინ იყო ნამდვილი ხალატი? მალენკოვი, რომელმაც დააჭირა ღილაკს, ხრუშჩოვი, რომელმაც მოაწყო შეთქმულება, თუ სისტემა, რომელმაც შექმნა ისინი ყველა და რომელმაც აიძულა ისინი აირჩიათ ხალატი ერთგულების ნაცვლად?